დედამიწაზე 200-ზე მეტი ქვეყანაა, რომელთა დასახელება ერთხელ მაინც გვსმენია ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენს პლანეტაზე ასევე არის ქვეყნები, რომელთა არსებობას ვერც კი წარმოვიდგენდით. ვინაიდან მათ ძალიან პატარა ფართობი გააჩნიათ. წარმოგიდგენთ მსოფლიოში ყველაზე პატარა ქვეყნების ტოპ 10-ს. ათეულს ხსნით ნაურუთი, რომელიც წყნარი ოკეანეს სამხრეთ ნაწილში, მიკრონეზიაში მდებარეობს. ფართობი 21 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. რესპუბლიკა ნაურუ ყველაზე პატარა კუნძულოვანი სახელმწიფოა მსოფლიოში. დამოუკიდებლობა მან 1968 წელს მიიღო, თუმცა აბორიგენები აქ 3000 წლის მანძილზე ცხოვრობდნენ. ნაურუს არ ჰყავს შეიარაღებული ძალები. მეცხრე ადგილზე წარმოგიდგენთ ტუვალუს. ეს ქვეყანაც წყნარი ოკეანეს სამხრეთით მდებარეობს და 26 კვადრატული კილომეტრი უჭირავს. ადრე ამ კუნძულებს ელისის კუნძულები ეწოდებოდა. მოსახლეობა 10,000 ადამიანს შეადგენს. ბუნებრივი რესურსების არარსებობის გამო ტუვალუ სხვა სახელმწიფოების დახმარების ხარჯზე ცხოვრობს. სან-მარინო მსოფლიოში ყველაზე ძველი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და ის ათეულის მერვე ადგილს იკავებს. სან-მარინო დაარსდა 301 წლის 3 სექტემბერს. სან-მარინო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა. ქვეყნის შემოსავლები ხარჯებს აჭარბებს. მე-7 ადგილზე წარმოგიდგენთ ლიხტენშტეინს, რომელიც მდებარეობს ავსტრიასა და შვეიცარიას შორის. მისი ფართობი 160 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს. ქვეყანაში უფრო მეტი კომპანიაა დარეგისტრირებული, ვიდრე მოსახლეობა. მე-6 ადგილზე მარშალის კუნძულებია, მდებარეობს წყნარი ოკეანის ცენტრში. ფართობი 181 კვადრატული კილომეტრია. შედგება ძირითადად კორალური კუნძულებისაგან. მოსახლეობა 62,000 შეადგენს. 1986 წელს მიიღო დამოუკიდებლობა ამერიკის შეერთებული შტატებისგან. თუმცა ის მხოლოდ ამერიკის დახმარების ხარჯზე არსებობს. მე-5 ადგილზე სეიშელის კუნძულებია, რომელიც მდებარეობს მადაგასკარის ჩრდილოეთით.
ინდოეთის ოკეანეში. შედგება 115 კუნძულისაგან და მოიცავს 445 კვადრატულ კილომეტრს. ქვეყანა ქოქოსისა და ვანილის ექსპორტის ხარჯზე განვითარდა, თუმცა მისი მთავარი შემოსავლის წყარო ტურიზმია. მალდივის რესპუბლიკა ინდოეთის ოკეანეში მდებარეობს და ყველაზე პატარა აზიური ქვეყანაა. ის ათეულის მეოთხე ადგილს იკავებს. მისი ფართობი 298 კვადრატულ კილომეტრს შეადგენს, ხოლო მოსახლეობა 369,000. ქვეყნის დედაქალაქ მალეში ცხოვრობს მოსახლეობის 2/3. მესამე ადგილზე ფედერაცია სენ-კიტსი და ნევისია, რომელიც მდებარეობს ვესტ ინდოეთში, ატლანტის ოკეანეში. ქვეყანა ორ კუნძულზეა გაშენებული. ეს პირველი კუნძულებია, სადაც ევროპელები დასახლდნენ. შემოსავლის ძირითადი წყარო ტურიზმია, თუმცა აქ ასევე განვითარებულია სოფლის მეურნეობა. მონაკო რიგით მეორეა ყველაზე პატარა ქვეყნებს შორის. ბოლო წლებში მისი ფართობი გაიზარდა ზღვის დაშრობის ხარჯზე. მონაკო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. მოსახლეობა 30,000 ადამიანს შეადგენს. პირველ ადგილზე კი წარმოგიდგენთ ვატიკანს, დახურული ქალაქის სახელმწიფოში, რომელიც რომის ერთ-ერთ რაიონში მდებარეობს. მისი ფართობი სულ რაღაც 44 ჰექტარია. ის დაარსდა 1929 წელს და მას რომის პაპი მართავს. ვატიკანს შეუძლია დაიკვეხნოს მსოფლიოში ყველაზე ლამაზი შენობებით. ოფიციალურად ვატიკანის მოქალაქე დაახლოებით 800 ადამიანია. ყოველდღიურად ათასობით იტალიელი მიდის ვატიკანში სამუშაოდ.